ყოველდღიური თუ სადღესასწაულო ჭურჭელი, სამზარეულო აქსესუარები, სხვადასხვა სასაჯუქრე ნივთები. ეს ყველაფერი კი ერთ სივრცეში, ამბიენტეში, კომპანიაში, სადაც მთავარ აქცენტს ხარისხზე და გამორჩეულ პროდუქციაზე აკეთებენ. კომპანია უკვე 4 წელია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს ძირითადად ევროპული ბრენდების ფართო ასორტიმენტს თავაზობს. აქ არჩევანი ყველა ტიპის ადამიანის გემოვნებას ერგება. პრემიუმ კლასის ბრენდებთან ერთად სიახლეა ის, რომ ამბიენტეს სივრცეში უკვე მომხმარებელს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის კუთხეც დახვდება. ამბიენტის სიახლეებზე საუბარს კომპანიის თანადამფუძნებელთან მაია გოგიშვილთან ვაგრძელებთ. მაია, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენთან მოსვლა, საუბარი და მომხმარებლისთვის ახალი ინფორმაციის გაცნობა. მაია, მინდა სიახლით დავიწყო, რაც ქართული ბრენდების წარმოდგენას გულისხმობს უკვე ამბიენტეში. რამდენ ქართულ ბრენდზე გააკეთეთ არჩევანი და რატომ გაჩნდა ეს იდეა, რომ მათ შორის ევროპულ პროდუქციასთან ერთად უკვე ქართული კომპანიის პროდუქციაც იყოს წარმოდგენილი? იცით, რა თქმა უნდა, გამოცდილებამ გვაჩვენა და მოთხოვნა ის, რომ მომხმარებელი ძალიან ხშირად ითხოვდა იმას, რომ რაღაცა ქართული პროდუქცია შეეძინა. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ უცხოელებს, რომელთაც გააქცენტი, რა თქმა უნდა, აქვთ იმაზე, რომ აუცილებლად ქართული პროდუქცია შეიძინონ. ასევე თვითონ ქართულ მომხმარებელსაც აუჩნდა იმის სურვილი, რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, რომ წაგვეხალისებინა, რა თქმა უნდა, ქართული მეწარმეები და ჩვენთვის ძალიან მაყვა ის და ძალიან გვიხარია, რომ აი ამ ჩვენ ევროპულ ბრენდებთან ერთად გამოვყავით კონკრეტული, ესე ვთქვათ, კორნერი კუთხე, სადაც უკვე მომხმარებელს შეუძლია, რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს. რა თქმა უნდა, ეს პროდუქცია არის მაღალი ხარისხის, არის პრემიუმ კლასის, პასუხობს ყველანაირ სტანდარტს და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ძალიან გვიხარია ეს ყველაფერი და რაც თავარია, ვფიქრობთ, რომ მომხმარებელმა ძალიან კარგად მიიღო. დავსახალოთ ეს ბრენდები. კეთილი, პირველი რომ ქართული კომპანია რომ ჩვენთან შემოვიდა, ეს არის სალის, ეს არის ყვავილების და დეკორაციების კომპანია, რომელიც ხელნაკეთია, ძალიან ლამაზია, ექსკლუზიურია და გარდა იმისა, რომ რაღაცა ალამაზებს ჩვენს მაღაზიას სხვადასხვა ბუკეტებით, ქმნის საოცარ კომპოზიციებს და ჩვენ მაღაზიაში ძირითადად საწყის ეტაპზე ისედაც სალისის პროდუქცია იყო წარმოდგენილი და ეხლა უკვე რა თქმა უნდა მომხმარებელსაც მოთხოვნიდან გამომდინარე, ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, უკვე ჩაეშვა და მომხმარებელს შეუძლია, რომ აი ამ სალისის ძალიან ლამაზი ხელნაკეთი პროდუქცია შეიძინოს. ეს იქნება სხვადასხვა დეკორაცია, ყვავილი თუ ასე შემდეგ. მეორე კომპანია, რომელიც ჩვენთან შემოვიდა, ეს არის სანათების კომპანია, სოკო სტუდიო, ეს არის ახალი დაფუძნებული კომპანია, ძალიან ლამაზი პრინტებით, თვითონ ამუშავებენ ამ პრინტებს, ხელნაკეთია, ძალიან სკრუპულოზულად, არტიზანულად დამუშავებული ყველაფერი. და ძალიან უხდება ჩვენს ინტერიერს, ძალიან კარგი მუხტი შემოაქვს და მართლა ძალიან გამორჩეული კომპანიაა და მომხმარებელს ძალიან მოსწონს, რომ აი ეს ქართული პროდუქცია ჩვენთან არის წარმოდგენილი და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. კი ბატონო. რამდენად გაჩნდა მოთხოვნა ქართული ბრენდების პროდუქციაზე? თუ არის ეს პირველადი შედეგები უკვე? აი ნახეთ, ჩვენ ძირითადად როგორც გითხარით, 99% თან გვაქვს მაღაზიაში წარმოდგენილი ევროპული ბრენდების, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე, მესამე ბრენდი, რომელიც გვაქვს, ეს არის ტერამიკა, არის რაღაცა პროდუქცია და კონკრეტული ნაკეთობები, რომელიც ქართულ მომხმარებლის გემოვნებას სრულად ვერ აკმაყოფილებს ევროპული ბრენდი. აქედან გამომდინარე, ისეთი პროდუქცია შევიმუშავეთ, რომელიც საერთო კოლაბორაცია, საერთო თანამშრომლობა რომ დავარქვათ და ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა ან განმოვითარეთ ერთად და შესაბამისად ეს კერამიკის კომპანია არის ძალიან მაღალი ხარისხის საქართველოში ტერამიკა, რომელთან ერთადაც შევქმნით გარკვეული ტიპის ხაზები, გვინდა რომ განმოვითაროთ ეს და მომხმარებელს სწორედ ის შევთავაზოთ, რაც მათ უნდა. ეს იქნება სააღდგომო ჭურჭელი, იქნება სადღესასწაულო სხვა მიმართულება, შეიძლება იყოს ახალი წლის მიმართულება თუ ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ჩვენ დავტესტეთ, ასე ვთქვათ, სააღდგომო მიმართულება და ძალიან დიდი, თქვათ, მოწონება და კი, დაინტერესება წამოვიდა მომხმარებელსგან. ძალიან გვიხარია ეს, იმიტომ რომ ქართული მეწარმეების ახალისება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროპულ ბრენდებს, ჩვენი ბოლო საუბრიდან დაახლოებით 9 ბრენდი იყო თქვენს კომპანიაში წარმოდგენილი. ამ მიმართულებით ხომ არ გაქვთ სიახლეები, რამდენად არის მოთხოვნა და რამდენად ახერხებენ ეს ევროპული ბრენდები ქართული მომხმარებლის დაინტერესებას. ასევე თუ იგეგმება ზრდა ასორტიმენტის.
იცით კი ბატონო, ამ ეტაპზე ჩვენ დავამატეთ ახლა უკვე ამერიკული ბრენდი OXO, ეს არის საყოფა ცხოვრებო, ასე ვთქვათ, აქსესუარები, სამზარეულოს, ასე ვთქვათ, გაჯეტები, რასაც ქვია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მომხმარებელმა თვითონ მიგვანიშნა რა მიმართულებით წავსულიყავით და რა ასორტიმენტი გაგვერცო, სასაჩუქრე მიმართულება აღმოჩნდა ყველაზე ძლიერი, ვთქვათ, ესეთი მოთხოვნა და შესაბამისად ჩვენი ბრენდებიც უფრო გადავაწყვეთ ამ მიმართულებაზე, უფრო სასაჩუქრე მიმართულებაზე. შესაბამისად, OXO-ს გარდა იმისა, რომ აქვს ყოველდღიური საყოფაცხოვრო, ასე ვთქვათ, აქსესუარები, სამზარეულოსი და ტექნიკა, აქვს ასევე სასაჩუქრე მიმართულებაც, იგივე გრილის ხაზი აქვს, რომელიც მამაკაცებს ძალიან მოწონთ და შესაბამისად, აი ეს მიმართულებაც იქნება უკვე ჩაშვებული ამ კვირიდან, ეს ჩვენი სიახლე არის წლევანდელი, ამ კვირიდან უკვე OXO-s პროდუქცია ჩვენ მაღაზიაში იქნება წარმოდგენილი. უკვე ამერიკული ბრენდით შემოიჭრა. ამერიკული ბრენდიც უკვე შეემატება ჩვენს მაღაზიას, ჩვენს ევროპულ ბრენდებს, კი ბატონო. რა პროცესია თითოეული ახალი ბრენდის ამბიენტეში გაერთიანება? მათ შორის როგორც ვიცი, საკმაოდ აქტიურად მონაწილეობთ სხვადასხვა გამოფენებში მსოფლიოს მასშტაბით. აი ეს რა პროცესია? გეტყვით, ძირითადად ჩვენ დავდივართ ფრანკფურტში ამბიენტეზე, ეს ჩვენი საყვარელი სახელწოდებიდან გამომდინარე, აქედან წამოვიდა ეს ჩვენი მაღაზიის სახელწოდებად. შესაბამისად, ხვდებით სხვადასხვა ბრენდებს, ვათვალიერებთ მათ კოლექციას, გვეპატიჟებიან შემდეგ ქარხანაში, იქ ხდება უკვე უშუალო კომუნიკაცია, მოთხოვნის დაფიქსირება. ძალიან დიდი ინტერესი არის საქართველოს ბაზრის მიმართ, იმიტომ რომ ეს პროცესები ძალიან, ესე ვთქვათ, ვითარდება, ჩვენი მომხმარებელიც უფრო მომთხოვნი ხდება და იკვეთება სხვადასხვა მიმართულებების განახლება, თუნდაც გემოვნების თვალსაზრისით. აი მაგალითად, ჩვენთან ახლა არის სააღდგომო კოლექცია წარმოდგენილი. აღდგომა ესეთი ფართო მასშტაბიანი არ იყო ხოლმე ადრე, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ შემოვიფარგლებოდით პასკით, ისედაც ამაღლებული განწყობა აქვს აღდგომას და თქვათ იმ აქსესუარებით, იმ კვერცხებით, იმ რიტუალებით, რაც ახლავს აღდგომის დღესასწაულს, მაგრამ ეხლა უკვე გაჩნდა მოთხოვნა, ძალიან დამკვიდრდა ეს, რომ მომხმარებელს უნდა რომ ეს აღდგომა კიდევ უფრო გაალამაზოს, თუნდაც იმ სააღდგომო კვერცხებით, ბაჭიებით, იმ ასორტიმენტით, რასაც უკვე ეს ბრენდები ჩვენ გვთავაზობ და მე ძალიან მიხარია, რომ აი ამ განწყობას ასევე ასე ვთქვათ, ანვითარებენ და ეს მუხტი კიდევ უფრო იზრდება აი ამ სააღდგომო აქსესუარებით თუ ჭურჭელით, რომელიც ჩვენთან ძალიან ლამაზი, ძალიან სადა, მაგრამ ასე ვთქვათ, გამორჩეული და საინტერესო მიმართულებით არის წარმოდგენილი. კი ბატონო, რადგან მახსენეთ სააღდგომო პერიოდი, მინდა გაყიდვებზეც კითხოთ. რამდენად ახდენს აღდგომის დღესასწაული მომხმარებლის ქცევაზე გავლენას, რამდენად იზრდება უკვე გაყიდვებით და რამდენად არის ამის ასე ვთქვათ შესამჩნევი შედეგები უკვე? თუ დაიწყო აქტივობა. აი მე ფაქტურად ვუპასუხე ამ შეკითხვას. ადრე მხოლოდ ახალ წელზე იყო ეს, რასაც ქვია ბუმი, რომ აი საახალწლო სამზადისი და ახალი წლის შეხვედრა, ეს შობის დღესასწაული. მე პირადად აღდგომა ყველაზე ძალიან მიყვარს, ჩემთვის ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და ძალიან მიხარია, რომ ძალიან დიდი ხნით ადრე უკვე ქართული მომხმარებელი იწყებს აღდგომისთვის სამზადის, არა მარტო იმ რეცეპტებით და იმ კულინარიული შედევრებით, რასაც ახდენენ, არა იმ რიტუალებით, რაც აი ეს მადლი და ყველაფერი ამ აღდგომას ახლავს, არამედ იმით, რომ აი ეს უნდათ რომ ეს აღდგომო კუთხეები შექმნან, გაილამაზონ სუფრა, ის რაღაცა აუჯახო დღესასწაულად აქციონი ეს ყველაფერი და ამან რა თქმა უნდა განაპირობა ის, რომ ჩვენი სააღდგომო პროდუქციის გზრდაც შესაბამისად მოხდა და რა თქმა უნდა ბრუნვაზეც აისახება პოზიტიურად. კი ბატონო. 2024 წელით მინდა შევაჯამოთ კომპანიისთვის. როგორი იყო 2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით, ასევე იმ სიახლეების თვალსაზრისით, რაც კომპანიას დაუკრავდა. ის რომ ბოლო თვეები იყო საკმაოდ რთული, არა მხოლოდ ამ მიმართულებისთვის, ზოგადად რიტეილ სექტორისთვის და არაერთი ბაზრის მოთამაშისთვის ესეც ცხადია. თუმცა როგორი იყო საერთო ჯამში წელი რომ შევაჯამოთ და რა იყო ის სირთულეები, რაც ამ წელს ახდა ბიზნესის პროცესი. უნდა გითხრათ, რომ რიტეილისთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩემი მაღაზიისთვისაც ძალიან გამოწვევებით სავსე იყო 2024 წელი ეს პირველ კვარტალსაც შეეხო, რო არ მოგატყუოთ, ფაქტურად აპრილიდან, ასე ვთქვათ, ძალიან სენსიტიურად განიცადა ეს რყევები რიტეილმა და რა თქმა უნდა ჩვენმა მაღაზიამაც. მე რაღაცა პოზიტიური, თქვათ, ფონი გამოკეთდა, მაგრამ რო არ მოგატყუოთ, ურთულესი და გამოწვევებით სავსე იყო 2024 წელიწადი და რომ არა ის
გამოცდილება, რაც თქვა, დაგროვილი გვაქვს ჩვენ გუნდს ამ ბიზნესში და ამ მიმართულებაში, ძალიან გაგვიჭირდებოდა, იმიტომ რომ მოგვიხდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი რესურსების ჩადება იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო, განვითარებულიყო და არ გაჩერებულიყო ერთ ადგილას და უკოსლა არ ყოფილიყო. ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ფაქტურად შევინარჩუნეთ ის პოზიციონირება, რაც ჩვენ გვაქვს დღესდღეობით ბაზარზე. კი ბატონო. ამიტომ ესეთი კორპორატიული მიმართულება რამდენად აქტიური იყო ამ პერიოდში? კორპორატიული მიმართულება წინა წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა, შარშან არ იყო ისეთი აქტუალური, განსაკუთრებით ჩვენ რიტეილია საახალწლოდ ძალიან დიდი სამზადისი გვაქვს. ეს კვარტალი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის მოლოდინი, რაც ახლავს ხოლმე, თქვათ, კორპორატიულ მიმართულებებს და B2B პროექტებს, ბევრად უფრო სუსტი იყო, რა თქმა უნდა, წლევანდ შარშან საახალწლოდ, მაგრამ იმეც ვიქონიებ, რომ და ვიტოვებ, რომ წლევანდელი წელი ბევრად უფრო შედეგიანი იქნება და გამოსწორდება ეს. აი, წლის დასაწყისში თუ გამოცოცხლდა ვითარება აი ამ პერიოდის გაზაფხულის პერიოდის. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არა, ასე ვთქვათ, შეეგუა ქართველი მომხმარებელს და ჩვენ შევგვიოთ ამ რაღაც მოცემულ რყევებში მუშაობას და ტურბულენტებში. სხვა გზა არ არის, მაშინ გამოდის, რომ ფარგლავად დავკარგოთ. არა, პირიქით მოვერგეთ. ეს გამოწვევებიც, რა თქმა უნდა, რაღაცა ახალი იდეების დაბადებას ხელს უწყობს და შესაბამისად ვერგებით მოცემულ სიტუაციას და ვცდილობთ რომ განვითარდეთ და სწორედ აი ამ ახალი სიახლეებით წარვსდგეთ ქართველი მომხმარებლის წინაშე და იმედი მაქვს რომ გამოგვივა. ქართველი მომხმარებელი რამდენად ასე ვთქვათ შეეჩვია ევროპულ ბრენდებს და მათ შორის პრემიუმ მიმართულებას. თითქოს ადრე იყო ტენდენცია რომ უფრო ბიუჯეტურზე აკეთებდნენ სწორებას, თუმცა ახლა გაჩნდა პრემიუმ სეგმენტსაც თავისი მომხმარებელი. აი ამ მიმართულებით როგორია ვითარება? ძალიან კარგად არკვევა ქართველი მომხმარებელი ბრენდებში, ძალიან კარგად არკვევა ხარისხში. ისეთი ნიუანსები იციან, როცა შემოდიან მაღაზიაში და ისე კარგად ფლობენ ინფორმაციას, რომ გვეცინება ხოლმე და რა თქმა უნდა გვიხარია. რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებით ალბათ ქართველ მომხმარებელს ყოველთვის აქვს იმისი სურვილი, განცდა და გემოვნება, რომ პრემიუმ კლასის პროდუქცია შეიძინოს და ეს აქტუალურობა არ დაკარგულა და ისევ ასეა და პირიქით ყოველთვის ყველას უხარია და აქვს სურვილი, რომ სწორედ სახში პრემიუმ სასაჩუქრე იქნება ეს თუ აქსესუარი თუ სახში ყოველდღიური ჭურჭელი პრემიუმ კლასში შეიძინოს. ამიტომ ეს კლავიდებურად რჩება აქტუალურ თემად, ნამდვილად. კი ბატონო, ანუ მოთხოვნაც მუდმივად მზარდია და კი, ნამდვილად. პრინციპში ამის დასტურია ისიც, რომ ამბიენტიც იზრდება და ახალ ბრენდებს იმატებს. კი ბატონო, აკეთახმებით. რა არის კომპანიის გეგმები? უნდა ველოდოთ თუ არა წლის განმავლობაში კიდევ ახალ ბრენდებს, მათ შორის თქვენ ახსენეთ ახალი ამერიკული ბრენდი, ამ მიმართულებითაც გაფართოება თუ არის დაგეგმილი? კი ბატონო, როგორც მოგახსენეთ, ამერიკული ბრენდი გვემატება უკვე ამ კვირიდან. ჩვენი მიმართულება ეხლა რო არ მოგატყუოთ, უფრო გადადის ონლაინ სივრცესაც, გარდა იმისა, რომ მაღაზიაში, რა თქმა უნდა, ყველას ვეპატიჟებით და საოცარი ატმოსფეროა ეხლა, ვთქვათ, სააღდგომო ჩვენთან და სამზადისი გვაქვს და გაფორმება და აქსესუარები და უამრავი ნივთი გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენ ჩავეშვით ეხლა უკვე რამოდენიმე დღეა უკვე ველი სტორზეც ჩაეშვა ჩვენი პროდუქცია და ასევე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე ვფიქრობთ, რომ გქონდეს წარმოდგენილი ჩვენი პროდუქცია. ეს ყველაფერი ისევ და ისევ მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ დღევანდელ მოცემულობაში ძალიან ბევრს უჭირს თუნდაც city mall იქნება თუ სავაჭრო ცენტრში მოსვლა, ყველა დაკავებულია თავიანთი საქმიანობით და შესაბამისად მათი სურვილიდან გამომდინარე, აი ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ეხლა ძალიან დიდი რესურსი ჩვენი უკვე მაქეთ ამ მიმართულებით. მათ შორის ეს ალბათ იძლევა მე საშუალებასაც, რომ თბილის გაცდეს, ხო? ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს თბილის გარეთ, განსაკუთრებით დასავლეთში, სამეგრელოს მიმართულებით და ბათუმის მიმართულებით გამოვარჩევ აქტიურობას. ძალიან დიდი აქტიურობა ამ მიმართულებით და მოთხოვნა და აუცილებლად ვეცდები, რომ მაგ მიმართულებით და მაგ რეგიონებით გავიხსნათ და წარმოვადგინოთ ჩვენი მაღაზია უახლოეს მომავალში, აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები და გელოდებით უკვე რეგიონში გაფართოების სიახლით ჩვენს გადაცემაში. მომხმარებელსაც გაუხარდება ეს ამბავი. მადლობა კიდევ ერთხელ მაია გოგიაშვილი, ამბიენტის თანადამფუძნებელი გსტუმრობდა გადაცემაში.